მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით შეისწავლეს გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 350 მილიონ წელში უკვე არსებობდა. მათ იქ მოულოდნელი მეტალურობა გამოავლინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში წყალბაცა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების უჩვეულო სიმრავლეა. საქმე ისაა, რომ სამყაროს განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე კოსმოსში მეტწილად წყალბადი და ჰელიუმი, ასევე მცირე ოდენობის ბერილიუმი და ლითიუმი ხვდებოდა. მათზე მძიმე ელემენტების ფორმირება ვარსკვლავებთანაა დაკავშირებული, რომელთა პოპულაციების ევოლუციის პარალელურადაც მეტალურობაც იმატებდა. ამის გარეშე დედამიწის მსგავსი მყარი ციური სხეულები და სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა. ამიტომ ეს საკითხი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. მის შესასწავლად ადრეულ სამყაროზე დაკვირვებაა საჭირო, რაშიც სწორედ ვების ტელესკოპი გვეხმარება. მან ზემოხსენებულ გალაქტიკაში ნახშირბადი დააფიქსირა, ვარსკვლავთშორის ან გალაქტიკის გარშემო არსებულ სივრცეში. ასევე მიაგნეს ჟანგბადისა და ნეონის პოტენციურ კვალსაც, რომლებიც წყალბაცა და ჰელიუმზე მძიმეა. ამიტომ ასტრონომიაში მეტალებად მიიჩნევა. სპეციალისტებს ასეთ შორეულ კოსმოსში მეტალურობა აქამდე არ გამოუვლენიათ. ეს ნიშნავს, რომ გამოწვევის წინაშე დადგა თეორია ვარსკვლავთა პირველი პოპულაციისა და მათი ქიმიური სიმარტივის შესახებ. წესით, კოსმოსური აისის პერიოდში მათში მსგავსი შემადგენლობა არ უნდა ყოფილიყო. მძიმე ელემენტების არსებობა შესაძლოა ამ გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელით აიხსნას, რომელიც მატერიით აქტიურად იკვებება, რა დროსაც მეტალები წარმოიქმნება. სხვა ჰიპოთეზა ეგრეთ წოდებულ ასიმპტოტურ გიგანტ ვარსკვლავებს უკავშირდება, რომლებიც პოტენციური ზეახალი მნათობებისგან განსხვავდება და მძიმე ელემენტებსაც უფრო ნელა წარმოქმნის. ამის მიუხედავად ასეთ ობიექტად ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, 350 მილიონ წელზე მეტი. საბოლოოდ ავტორები ამბობენ, რომ არაა გამორიცხული გალაქტიკაში დაფიქსირებული ნახშირბადი ვარსკვლავთა პირველი პოპულაციის ზეახალი მნათობებიდან მომდინარეობდეს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ვებმა ეს ინფორმაცია 65 საათიანი დაკვირვებების შედეგად მოიპოვა. იმედოვნებენ, რომ მომავალში ღირებულ მონაცემებს უფრო მცირე დროში შეაგროვებენ და აღნიშნული საკითხის შესახებ მეტს გაიგებენ. ინფრაწითელი შესაძლებლობების წყალობით ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ახალი აღმოჩენების გაკეთებას აგრძელებს. ამჯერად ტელესკოპმა ირმის ნახტომის ცენტრში შეიხედა და ახალი გასაოცარი ფოტოც შემოგთავაზა. ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ვარსკვლავთ წარმოქმნელი რეგიონი საგიტარიუს C-ა. ამ რეგიონს გალაქტიკის გულსაც ეძახიან და ის ზემასიური შავი ხვრელიდან დაახლოებით 300 სინათლის წლის მანძილზეა. კვლევრების თქმით, აქ დაახლოებით 500,000 ვარსკვლავი იქმნება და სწორედ ეს დააფიქსირა ტელესკოპმა. ერთი შეხედვით ასეთ ექსტრემალურ გარემოში ამდენი ვარსკვლავი არ უნდა იყოს. ამჟამად ასტრონომებს ამის ახსნა არ შეუძლიათ.